ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, ის იცავს დღევანდელ კლანს და მისი პოლიტიკური მისია სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს მოსამართლეთა ჯგუფს, რომლებიც სისტემას მართავენ და რა თქმა უნდა, თვითონ კმაყოფილები არიან ამ შედეგებით, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში დასაყრდენი ძალა ჰყავდეთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე. ამდენად გასაკვირი არაფერი არ არის, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ვერც ერთ ეტაპზე საქართველოში ხელისუფლება ვერ მიხვდა იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ზიანი ადგება არა მხოლოდ ზოგადად სხვა ადამიანებს, რომლებიც სასამართლოში მხარეები არიან ან მოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება პოტენციურად ჰქონდეთ სარჩელები, არამედ თვითონაც როგორც ხელისუფლებას და შეიძლება თვითონაც კი დაექვემდებარო რომ აი ამ მართლმსაჯულებას და არავინ არ იცის მომავალში რა მოხდება. ამდენად ეს უნდა იყოს ინტერესის საგანი ყველასთვის და ამას ვერაც ცნობიერებენ სამწუხაროა ეს. ნაზი, მთავარი მესიჯი, რაც აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას არის ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ექმნება საფრთხე და დაუშვებელია უცხოეთის მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა შემოწმებაში და მათ შეამოწმონ ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერება. ეს არის მათი ძირითადი მთავარი არგუმენტი. რა არის ამის საპირისპირო არგუმენტი? გიორგი, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მათი პროპაგანდა, რომ თითქოს ეს არის სუვერენიტეტთან რაიმე კავშირში. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ მექანიზმს სუვერენიტეტთან და საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, საკმაოდ გაუგებარია და უცნაურია. ისინი მართლმსაჯულებას კი არ ახორციელებენ, კომისიის წევრები დაუშვა და მართლმსაჯულება კი არ უნდა განახორციელონ, არამედ როგორც ექსპერტები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ამაზეა საუბარი, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობა უზრუნველყოფს ობიექტურობას, დამოუკიდებლობას, მაღალ პროფესიონალიზმს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი და მათ პირიქით ამის ინტერესი უნდა ჰქონდეთ, რომ კადრები ჩაგდებულია. მაქსიმალურად დაცული იყოს ობიექტურობა ამ პროცესში. მნიშვნელოვანი არის, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს საკითხის მნიშვნელობა, საკითხის აქტუალობა და სასამართლოს მხრიდან დღევანდელი კონფერენცია ჩემთვის იყო კიდევ ერთი დამატებითი მოულოდნელობა. გასაკვირი პრინციპში არაფერი არ არის ამ სისტემის მხრიდან, რასაც წლებია ვუყურებთ, მაგრამ მაინც, როდესაც გადამწყვეტ მომენტში საქართველოსთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან წარმატებით გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე, თუ კი 9 ნაბიჯი შესრულდება, თუ კი 9 ნაბიჯის ფარგლებში შეიქმნება სწორედ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, ეს იქნება ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და მოსამართლეები საკუთარ თანამდებობებს კი არა, ქვეყნის მომავალს უნდა უფრთხილდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ამით უფრთხილდებიან საკუთარ თანამდებობებს, კამს, მანტიას, საკუთარ, არ ვიცი, გარანტირებულ ხელფას სამსახურს და არა იმას, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა და საქართველო მართლაც გახდეს ღირსეული ნაბიჯებით წავიდეს წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამდენად სამწუხაროა, რომ ამას უპირისპირდება მოსამართლეთა კორპუსი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის დაპირისპირება ამ იდეის, ამ მნიშვნელოვანი მომავლის წინააღმდეგ და სხვა არაფერი. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გამოსვლებზე, იქ რაც პრეზენტაციები გააკეთეს, ეს იყო დისკრედიტაციის ცდილობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ეს არის ცალკე განხილვის და მსჯელობის საგანი ჩემი აზრით. ამდენად ოპონირებაც უნდა იყოს ჯანსაღი, ოპონირება უნდა იყოს არგუმენტირებული და ეს რა ფორმაც მოსამართლეობაში არჩიეს დღეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ღირსეულ მოსამართლეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა დაიწყოს ასეთი ძალიან უსახური ფორმებით. ნაზი, თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ მოსამართლეებს, რომ შემოწმდეს მათი წესიერება, კეთილსინდისიერება? მე გიორგი მიქაუტაძის განცხადება, დღევანდელი მისი კომენტარი მინდა გავაცნო ფორმულას აუდიტორიას და ასევე თქვენს. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლის შემოწმების ნებისმიერი მოდელი, ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. თქვენი აზრით, თუ კი აი ეს სისტემა დაინერგება საქართველოში კეთილსინდისიერების შემოწმების კუთხით, მაგალითად მოსამართლე მიქაუტაძე ამ ტესტს გაივლის თუ არა და ასევე გაივლიან თუ არა ამ ტესტს ის მოსამართლეები, რომლებიც დღეს ცდილობდნენ სხვა პირების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის თქვენის დისკრედიტაციას? იცით რა არის სწორედ ეს არის შიში აქვთ მათ, რომ ამ ტესტის გავლის პრობლემა შეიძლება შეექმნათ და შიში აქვთ, რომ შეიძლება დაკარგონ თანამდებობა, თუ კი ისინი ამ ტესტს ვერ გაივლიან და ამიტომ უახდინეს მთელი მოსამართლეების მობილიზება დღევანდელ კონფერენციაზე დემონსტრირება მათი ძალის, ეს არის სხვა არაფერი. განსაკუთრებით კმაყოფილია ალბათ ამ სურათით ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ისინი მხარდაჭერილები არიან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და წლებია, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის გამო ისინი ამ ძალაუფლებას ფლობენ სისტემაში
ხანში და ასე გადის წლები სასამართლოში არაფერი არ იცვლება, კანონმდებლობას ცვლიან რაღაცა მუხლებს, ნორმებს ასე შემდეგ, მაგრამ არსებითი ცვლილებები სამწუხაროდ სასამართლოში არ არის. მე დღეს ვისურვებდი კონფერენციაზე, რომ მოსამართლეებს ელაპარაკათ იმ საჭიროებო საკითხზე, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, მაგალითად გაჭიანურებული საქმეები, რომლებსაც თვითონ წლების განმავლობაში ხილავენ და ადამიანებს უბრალოდ სურვილიც აღარ აქვს სასამართლოში, რომ სარჩელები შეიტანონ და დავას აზრი აქვს უკვე დაკარგული, ამაზე არ მსჯელობენ ისინი მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნონ პოზიცია, როგორ შეიძლება გაუფრთხილდონ კლანს, როგორ დაიცვან მურუსიძე. ჩინჩალაძე ესწრებოდა თუ არა, არ ვიცი, მე ამ კონფერენციას საინტერესოა, ხო, თუ არ ესწრებოდა, რატომ არ ესწრებოდა, ვინმემ თუ ნახა, ყოველ შემთხვევაში მედიაში მის შესახებ არაფერი კადრებში ყოველ შემთხვევაში არ გამოჩენილა, რაც გავრცელდა. ალბათ არ ესწრებოდა, არ ვიცი, ვივარაუდოთ შეგვიძლია. ამდენად ეს ფორმა დაპირისპირება, რასაც მოსამართლეები ამ კონფერენციის ცდილობენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი, მათ უნდა დაუჭირონ ხარი ამას და მე მჯერა, რომ საქართველოში კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი შეიქმნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირობა. საქართველოს თუ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ჩვენ ვერ გადავალთ სხვა ეტაპზე, ვერ გადავალთ მოლაპარაკებების ეტაპზე ევროკავშირში გაწევრების. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ამას გაიაზრებენ მოსამართლეთა კორპუსში. გაბატონაზე, აი გიორგი მიქაუტაძეზე აქცენტირებულად არ დამისვამს, იმიტომ დავსვიკითხო უბრალოდ რომ აი რამდენიმე თვის წინ შაბათის ფორმულა მოამზადა სპეციალური საგამოძიებო რეპორტაჟი სწორედ მიქაუტაძესთან დაკავშირებით და ახლა ფორმულას მაყურებელიც ნახავს კადრებს თუ როგორია მისი მქონება სასახლე უფრო სწორად საინტერესოა მან როგორ დააგროვა ეს დიდძალი ქონება ბუნებრივია კეთილსინდისიერების კუთხით ესეც გულისხმობს ხო მათ შორის ფინანსური საკითხები ქონება როგორ დააგროვა მან ეს დიდძალი გონება ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში ამ მიმართულებითაც შემოწმდებიან მოსამართლეები აუცილებლად ცალკე არის აქ აღნიშნა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში, რომ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების მუდმივი და პერიოდული სისტემა უნდა იქნას შემუშავებული. კეთილსინდისიერების ნაწილში, რა თქმა უნდა, პირველი საკითხი არის გარდა იმისა, რომ ის კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არის კორუფციის თემა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ორი ერთნაირი შემოსავლის მქონე მოსამართლე, ერთნაირი ხელფასის პირობებში, სხვადასხვაგვარი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეს კითხვებს აჩენს. როდესაც ერთ მოსამართლეს აქვს ვილა და მეორე მოსამართლე ცხოვრობს ისევ, არ ვიცი, რამდენიმე კვადრატულ ბინაში, ეს კითხვებს აჩენს, მაგრამ პროტესტი არ უჩნდებათ მოსამართლეებს, მე ეს კითხვა მაქვს მათთან. რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ მათივე კოლეგები არიან დიდრები, მათივე კოლეგების მიმართ არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები და მათი კოლეგების მიმართ აი ეს არსებული ეჭვები მათზეც ახდენს გავლენას, მათ ნდობაზეც აისახება და პირველ რიგში ეს მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს, რომ სისტემა იყოს ჯანსაღი, სისტემა იყოს კეთილსინდისიერი, მოსამართლე, რომელიც იხილავს საქმეს, უნდა იყოს სუფთა, ის მასთან მიმართებაში არ უნდა არსებობდეს კითხვები, ის ხომ არის დაუშვათ კორუფციაში ჩართული და ასე შემდეგ. ამდენად მათივე კოლეგების ინტერესი უნდა იყოს ეს და რა ვიცი, არ ძალიან რთული სიტუაციაა, ხო, წლებია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ არის პირველი დღე, არ არის. და კიდევ ერთი კითხვა ნაზი, რომელიც მინდა მოვასწრო, ცოტა დრო გვაქვს სამწუხაროდ. აი დღევანდელ კონფერენციას არ ესწრებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებაც განსხვავებული პოზიციები გამოთქვეს, ხო და რომლებიც არიან თანახმა შემოწმდეს მათი კეთილსინდისიერება. ესეც რაზეც მიანიშნებს, არის თუ არის რაღაცნაირად დემარში მათი მხრიდან იმისა, რომ მათ აქვს განსხვავებული პოზიცია და არ დგანან კლანის მხარეს. ხო, ალბათ მათი გამოხატულების ფორმა არ მისვლა, ალბათ ესეა. არ მისაუბრია მათთან და მედიაში არ გავრცელებულა მათი პოზიცია ნამდვილად არ ვიცი. ებანოიძე იყო სხვათა შორის, სხვა ამათიდან და სიტყვითაც გამოვიდა და ფაქტობრივად სხვა რაღაც თქვა. მათ აი ამ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ის თუ კანონის ფარგლებში იქნება, მაშინ დაუჭერს მხარს თუ არა და ვეტინგის მომხრე არ არის, დაახლოებით ასეთი რამ თქვა კონფერენციაზე. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ, ხო, უცნაური არის ძალიან, რა თქმა უნდა, მქნიანდა ეს პროცესი. მე რომ ყოფილიყავი მივიდოდი, მე ვიტყოდი რომ უკეთესი იქნებოდა იქ მისვლა და იქ განსხვავებული აზრის მოსმენა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეს მოდეს განსხვავებული ხმა სასამართლოს მხრიდან. ალბათ ჯობდა მისვლა, ჩემი აზრით, მაგრამ ეს არის მათი გადასაწყვეტი და მათი პოზიცია ასეთია და იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტად მოვისმენთ მე განმარტებას. ეს არის მათი დამოკიდებულება და ჩვენ ვერავის ვერ მოუწოდებთ მისვლას ან არ მისვლას, მაგრამ თავარია რომ მათ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, ცხრა ნაბიჯის შესრულებას, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია რომ საქართველო განვითარდეს.